გაბრიელი მივდივართ მაღაზიაში. გაბრიელმა უნდა დახარჯოს მის მიერ გამომუშავებული ფული. ცეცხლზე დამდო წამიყვანე დროზეო. ნახოთ აბა ერთად რა სიყირის საინტერესოს. ეს გზა უნდა გავიაროთ მაღაზიამდე. ერთი ჭიშკარი. დაახლოებით ამდენი იქნება გაბრიელ, როგორ ვფიქრობ, 1 კილომეტრი დაახლოებით. აგვიწვიმდა, კოლგის ქვეშ ვართ. ესე ყველგან მიყვება ეს სვიმა. მოუახლოვდით ადგილს, რომელიც ძალიან მომწონს გზაზე. მომაჯადოებელი ადგილია ნამდვილად. აქ არის 100-წლოვანი და 200-წლოვანი ხეები დარგული. ჯერჯერობით ცოცხალია რამოდენიმე და განსაკუთრებით აი ეს ჭადრის ხე შეხედეთ, ამხელა ვარჯი აქვს უზარმაზარი. მივუახლოვდით შენობას, რომელიც ძალიან მომწონს. არ ვიცი რომელ წელსა ეს შენობა აგებული, მაგრამ ყოველთვის ვესაც ამ შენობას ჩავუვლი, წარმომიდგენია თვალწინ მიდგება ხოლმე აი აქ მცხოვრები ადამიანების საღამოები, როდესაც ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ლამას აღარმოებს აკეთებდნენ და დროს ატარებდნენ. ყოველთვის ეს წარმომიდგება და ზუსტად ამ ეზოში არის 200-წლოვანი და 100-წლოვანი ძალიან ბევრი ხე. ხა ამ შენობის უკანა იქ ვერ გადავალ ნამდვილად. გავდივართ სამშვიდობოს, აჰა, მივუახლოვდით. გზაზე გავდივართ ახლა. ლამაზია რა აქაურობა. აი ხო წარმოგიდგენიათ ახლა ვისიც იყო ადრე ეს ადგილი, იქიდან შორიდან აი ჭიშკრიდან შემოდიოდნენ, რამხელა ლამაზი ხეივანი უნდა გამოევლოთ და მისულიყვნენ ამ სახლამდე. წარმომიდგენია რა ლამაზი იქნებოდა ადრე აქაურობა. ეხლა ჩენარჩუნებული აქვს ის პეწი, მაგრამ ადრე უფრო ლამაზი იქნებოდა. ვდივართ ორ ნაბიჯში. კიდე გაბრიე. აჰა, რა სიყიდა მეც. მაღაზიისკენ წასვლა ადვილია, სასიამოვნოც კი, მაგრამ უკან დაბრუნების რა მოგკითხო. შევისვენეთ, აგენ მე და გაბრიუშამ. აგერ. ხო და დასაჯდომი მაინც იყოს, ვერსად ვერ ჩამოჯდები. დავიწყე წუწუნი. ჩემი პროფესია. ნელა ჩავარდე უკან ჩავარდე. всё. აბა რა იყიდა გაბრიელმა მისი ფულით, ყველა ვერ გაიმეტა დასახარჯად. ლამა, არ გიჭამიათ არასოდეს. სანამ ბავშვები გაბრიელის ხელფასით ნაყიდ ნექებს მიირთმევენ და სანამ სიწყმარეა ყავას დავყე. სიწყმარე კი არ სიცივეა ვიყინები. მართლა სიცივეა, ხუმრობის გარეშე ვამბობ. თან ახლა არ ვიმყოფები მთაში, ბარში ვარ. 15 აგვისტოა და წელს დაფიცება შემიძლია, რომ ზაფხული მე პირადად არ მიგძვნია საერთოდ. საბანი არ მომიშორებია ღამით, რა ვიცი, აბა დროებით.